Ცხიმიანი ხორცი არის ძალიან ცხიმიანი, ანახე და წყალი შევაზავე, მაგრამ არ შევაზავე ბევრი წყალი, იმიტომ რომ ცხიმს მივცეთ საშუალება გამოუშვას წვენი, თავისი წვენი. კვლიავი თათუშეთში მოკრეფილი მთისქონდარი, მარილი და ღერღილი. მეტი არაფერი არ აქვს ამ ფარს. დანარჩენი ვნახოთ რა. წყალი აქ ეხლა ამ ფარს ერთი როგორ გითხრა რა, ერთი 9 ლიტრი შეიძლება 400 გრამი აქვს შეზელილი ეთყობა, არა ცხიმიანია და ანუ ისე რომ ვაკეთებდი რომ წყლის გუბეები იდგა, ისე აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ ცხიმიანია თვითონ ხორცი და მინდა რომ მივცე საშუალება ცხიმს გამოვიდეს ხვინკალში. ეხლა მაშვი იღებ მეტი ფარშიც შეიძლებოდა. აი უყურე მოვაწვიდოთ და ნახე უყურე დაიდო. კარგია? ამდენ გულს მიჩადებს ჩანს ესა? აი ჩვეულებრივ ოღონდ მე შიგნით აი ცოტა გადმოწია აქეთ და არა, აი აქეთკენ გადმოწია შუაში რომ ხინკალი დაინახო და ხელი არ მოეფაროს. აი სხვები ხო გარედან ახვევენ, მე შიგნიდან ვახვევ, აი ეს ჩვეულებრივად, არაფერი სხვა. უყურეთ ნაოჭები როგორი ლამაზი აქვს. და ამას მოვაწვიდოთ თავი. ეხლა დავდოთ ეს ხინკალი და ანახე როგორი არის. კარგად დაათვალიერები. მოდი აბა კიდე ახლა. აი რამდენ ვსდებ? გადმოვიდეს ვახუნა, დათო ვახუნა გადმოვიდეს. ვახუნა გადმოვიდეს. მოდი ამას უყურე, იქ ხელში რო ვახო, ხელში იქ დაჭრილ ცომებს ათუნა გადაღება. სასწაული ადამიანი ხარ. არაფერი არ უნდა, აი ძალიან მარტივია. მიდი აბა დაანახე ხინკალი. მოდი ახლა აქეთ როგორ ვდებ? ამდენ ხორცს ვიჩადებს. ანუ ცხიმიანია ძალიან, უყურეთ, დააგვირდი და წყალი ცოტა გადავშევაზავე, რომ ცხიმს მივცე უფლება გამოვიდეს. აი თუშები როგორც ახვევენ, იმ ანუ ის გული ექნება რა, მაგრამ თუ შურ ხინკალს ხვალე ალბათ მაგას ცოტა დრო სჭირდება მაგის კვანძას და გალამაზებას. ამიტომ მაგის დრო არ არის. მოიცა აბა კიდე ძალიან ბევრია. ცომების დიდი გამომივიდა და ხინკალი იქნება, აი ადრე ელდეპოში რო იყო ხინკლები. ისეთი ხინკლები, დიდი ხინკლები. და იგი კარგად რომ მე YouTube-ზე უნდა დავდო ეს და ცოტა ხანი ტელეფონის ჭერით არ იღლება ადამიანი. ცოტა ხანი დაიჭირე ტელეფონი რომ ვნახოთ ლამაზი ხინკლები როგორ უჩვეულებრივად ესე მოუკრავ თავს და მე უყურე რას შვები აწყვეტა. აბა ნახე. კარგად დაათვალიერებინა ხინკლები. აქეთ ძალიან ცხიმიანია და აი ცხიმი უნდა ტუყლუყებდეს, შიგ ისეთი წვენი უნდა ქონდეს. იცინე შენ თუ შეგაჭამო გურულო როგორ მიშლის ნერვებს უყურე ეს იშხანა ესა და იცა მოვიდემან და არა ის ნერვებს ისრევიო შენ რომ ნევლები მოვიშალო იმაჯობს ხინკალს მე
ავიჭერი თქვენ ეგ არ გამოვიდა ლამაზი რომ გამაბრაზეთ გვერდულად ვგევა რომ გამოვიდეს კარგად მეთქი აი და იმიტომ ვერ ვახვევ სწრაფად აი ნელა მოღრეცილი ვდგევარ და ისე მაინც ქენიო ზემოთ ასწიო და ზემოდან გადაიღო მოღრეცილი ვდგევარ დამაწყდა უკვე ნერვის წარღვი ქენი მაგალაცი რომ გადაიღო და ნახოს მაყურებელმა როგორ ვახვევთ ხინკალს ნერვი ოკავს უკვე აი ესე აი ნენელა უყურეთ всё ამას არაფერი არ უნდა აი აბა ნახე აი უყურეთ მე შეგნით ვახვევ იმიტომ რომ ჩემთვის ხინკლის მოხვევა არავის არ უსწავლებია მარტო დავიწყე რომ მომენატრა საფრანგეთში ხინკალი დავიწყე გაკეთება და ეს არის ჩემი მარტო ვისწავლე ეს აი ეს გადმოკეცო აი ამ თითით აი საჩვენებელს მოაყოლებ შინით მე ამოწევ აი ესე მოაყოლებ ამოწევ რომ სწორი და ლამაზი გამოვიდეს აი ყურე მოაყოლებ ამოწევ მე აქედან მიკეცავ ცოტა რომ დარჩება უკვე დიდი თითით ეს ბევრი მოგვივიდა ესენი პოლო გაბტყელებებია ის როჩება ნაბოლარაცომები და ამიტომ ესენი პატარები გამო სწორმასწორო ცომია და არა უშარო გეჭამია თადი 30 კაბიკიანი ხინკალი პატარა ხინკლები აი ცერცუთი აი ორი გადარჩა და მე გამორთ ახლა საქართველოში 12 საათი ხო? ასე გვიანი არის? აქ 9 არის უკვე? Termina მეუნებოდა რატო არ აწვეთო ხელით ავაწვეთო პრობლემა ამას აქ თუშეთში მოკრეფილი კონდარი ბეგ კონდარა კულიავი მარცვალი დავნაყე და ისე უკენი აქ ხახვი ღერღელი და ცოტა პილპილი გულში არანაირი და მარილი არანაირი მწვანელის ნასახი ხმელად ვიდა ახლა მე გადავიღებ მიდი ჩაყარი წამო ჩერ დავატრიალოთ მით აუციოთ აუციეგას ვიდა მე დავიკავებ მოითა და შენ დაატრიალე და ჩაყარე ზემოდა რო ვაგდია მიდი აბა დაატრიალე ხო წყალი ცოტა ხო არ არის იმდენი დუღა დააშამპუნი მიდი კარგად დააბზრიალე და ყუნწებით.
წავი და მე ამოღების პროცესად განახვევთ და მიდება ქვაბი შეატოკე, მასი არა. ქვაბი ხო? როცა ბევრი არის. არ უნდა რატომ მოხსენი თავსახური. დავანახე ხინკალი როგორ თაკავს გადაცია და ისე მოდი თუ გინდა შენ და მე გავაკეთებ. დამიჭირე ტელეფონი. კარგად. ნახე, როგორ ქვაბი თოკავს და ხინკალი ერთ ადგილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ძირზე არ არის მიკრული. გაზი ცოტა გვიჭედავს. გაზ ვაფშე არ აქვს პარი, ანუ ბალონმა გაჭედა რა. და აქვს პრობლემა. მაგრამ რას ვისაუთ? ხანდახან ესეც ხდება. ძველი ქვაბი გვაქვს და ჩახედე შიგ ჩახედე. ძანახლოს არა და დაურთქლავს. აი ესე ჩახედე რომ ორთქლი იმაშვება და აი დანარჩენი მე. ნახე რა ხინკლები ასეთ ხინკლებს ვერცეთ რესტორანში ვერ ნახავთ. ეხლა ამოღების დროს ნახეთ ესენი რა იქნება. კაი. მეგობრებო, ამდენი ხინკალი არ უნდა იყოს ქვაბში. უბრალოდ არა გვაქვს დიდი ქვაბი და ეს არის პრობლემა. ამის ნახევარი უნდა ეწყოს. რა 10 ცალზე მეტი ხინკალი არ მიდის და აქ არის გონი 18 ცალი და რაც უფრო თავისუფლად არის ხინკალი ქვაბში, მით უკეთესი. კაი, ამოვიღოთ ამას. ცოტა ფრთხილად რო არ დაიხეს, დარკინის ჩამჩა არის და ნახეთ რა ხინკალია. ეს მე გაკეთილ შობილდება ეხლა ის არის რა ქვია. მიდი. აი უყურე რა ნაოჭი აქვს. ეხლა ეს აი უყურე როგორ კრიალა არის. ეს მოდი თეფსი გადაიღე დანარჩენი. აღარეთება ხო ხედავ. აი ამდენი ხინკალი სადაც ნახევარ. მოიცა ეს კანიაკები, ეს ლუდი მეტეორი. ეს დავაი დადი შუაში დადი. არ გამოდის. დადი. ოჰო, კარგია. ხა პილპილი მოვაყაროთ. ანუ მე უნდა მომეღო პატრონი მაინც. რატო არის მელანო ეს ისა სხვა იმაში გადავიღოთ რა. ძალიან ბევრი მოდის ამ იმაში. აია ბევრი. აი ხის პილპილი. ამის ცარიელი ისინი რო ქონა რა გვაქვს? აგერა ვაყი. საკმარის მეტი არ დაჭირდება. მოდი. აბა მეგობრებო, ესეც ჩვენი ხინკალი. გავეგრძელებთ, აგლოცავთ ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ, ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის. მე რა პრობლემითაც ავარ პირადად, ღმერთმა გაშოროთ, დასათვალიერებლად სამოგზაუროთ, მოგევლოთ მთელი ევროპა და სახში მშვიდობით დაბრუნებული ყავით. გენაცვალეთ გულში. ღმერთმა ისმინოს. ჩემი გულური კაცი, გემრიელი კაცი. ყველას დავლოცავ ბედნიერად, აქეთ ჩამოსულიყვნენ დასასვენებლად, ამჯერად და თუ ვინმეს ცოტა პრობლემა ჩვენი შეუღოთ, აბა. ღმერთი გარავდეს ყველა კაცს. მოდი აკა, მოდი. ჩანათ შინით. წყალი ხო არ მიქნია ბევრი აი, ჩანს? ჰა? კი. ანუ ეს არის ცხიმი გამოსული რა. აი, მეტი აღარ გვინდა, კაი. აი ჩვენი ხინკალი. ეს ის ვიჩინარი საჭმელზე რომ მოგცეს. ნეკნები. ერთი მეუბნება ამდენ საჭმელსო როგორ ჭამთ მარტო გასკდა ბოღმაზე. ანუ ეს ნაჩვენი ნაჭრები ჩაახედე. ესენი იყოსო იხარშება რა. იხარშება. და იმ საჭმელზე მოცემული დიჟონის დოგი უნდა გავხსნა ზუსტად. აი ვის უნაწილებ, აი ვის, ჩემ მეგობარს დათუნიეს. მოდი იქიდან გადავიღოთ და დავჭირათ. ჩანგალი ვარ გვაქვს გოგო ჩანგალი. ჩანგალი ვარ გვაქვს. ხინკალს არ უნდა და ჩანგალი. აიცა იყურე. აი კერო. ბოთლის ახსნელი არის, აი ამას დავაბჯინოთ. აბა ნახე. ჩემი რაწვნიანი აი, მითო არის რომ ძალიან არ უნდა მოხარშო. არ უნდა გამოაშვა, რა სუნი აქვს, პაპა ჩემი რო ვიჩინეს.
იმაშებოდა მის მიფერისუნი აქ ბიჭო. ასე იყო ჩვენი გლეხები ადრე ამ ფერებს შემდენა. ცოტა მაჭრებია. აუ, ჩემი ნახე რა არის. ეხა შემოვაბრუნებთ, არა? მასე დაჭარი, მასე დაძვენა დაჭარი, ბიჭო, უკეთესია. არა გამორთო რომ ეს საჭმეზე რომ მომწეს ეს დიჟონის მუტარდი, ანუ დოგვიც უნდა გავხსნა ეს ბოღმიანი ტროლბოტი რო იყო რომ მაგდენ საჭმეს როგორ აჭამთ ის იმას ნერვიულობს როგორ ჭამ და აგერ ჩემ ძმაკაც უზიარებ მარტო კი არ ჭამ თახსირებული ვიღაცა იყო ნაბიჯვარი ახლა ეს მუტარდისთვის ეს არის დიჟონის მდოგვი და ძალაში არ გამივაკდე თორე აი ეს აბა დათუნი მოდი პატარა და მოდი აბა ძმა ვაიმე ხოდა აბა ეხლა ჩანგლები მოიცემ აპატი იყავი არ გამორთო ჩანგლები მოვარტო ჩემი შეადრიალე აბა დათუნი ეს ყველაზე სველი ნაჭერი რომელია აი ყველაზე სველი და ეს დანა არის და ამით გაჭრი აბა აი ეს მუტარდი აქედა ახლა არაყი და პივა მივცხოთ და ის არის შეხა ჩემი ბატონი ასე ვიზიარებთ ლუკმას საფრანგეთში მოცემულ ლუკმას არა ბიჭო და თქვენ გვიგზავნით ტროლები ბოტები და ჩათლახები და რასაც ეს ფრანგი ხალხი გვაწოდებს მათხოვრებო გვეძახეთ მაქედან შენ მართლა მათხოვარო მაგ სიტყვის მათხოვარო შენ მოდი ახლა ამ ჭიქით პატრიარქი მინდა დავლოცო წეგანაც დავლით მაგრამ განმეორებით მე არ მიყვარს ეს ჯაღმაიძეები და ეგენი რა მაგათი კლანი თუ არა ადამიანი სიბერეში ეგება გონს ის ახორცობა რაც აქვს ადამიანს ეს ხორცი რო ჭკნება და აღარაფრიში აღარ აქვს მე ღმერთისკენ უფრო მე მიდის უფრო მე ექცევა უფლისკენ რაც არ უნდა იყოს ყველა არის ადამიანი მაგრამ მით უმეტეს სასულიერო პირი რომელიც პატრიარქი არის ძალიან ასაკოვანი გაიარა ყველანაირი გზა პატრიარქი არის ეხლა იმ ასაკში რომ არის ძალიან წმინდა და შეიძლება უნეტარეს ახალგაზრდობა შეძახდნენ და არ იყო მაგრამ ეხლა გარწმუნებთ რომ არის უნეტარესი და უწმინდესი ჩვენი პატრიარქი ილია მეორეს ჯანმრთელობას ვუსურვებ რა მართლა გისმინოს ილია მეორეს ჯანმრთელობას ვუსურვებ და მოიცა ილია მეორე ილია მეორე აკურთხა ლუდი აკურთხა რომ შეიძლება რომ ლუდი ტალიოს ადგილგზელო აქამდე მთის ხალხი იძახოდნენ და მთის ხალხზე ნაკლები კი არა მთის ხალხზე მაგარი ვაჟკაცები ჯერ არ დაბადებულა ბარის კაცმა არ უნდა დაცინო მთის კაცს მოდი ამით კიდე ლუდით კიდე პირადად მე გამიმარჯოს და მადლობა ილია მეორეს რომ ეს მთის ტრადიციები ბარშიც დაგვიცესა და ეს იყო ძალიან სასიამოვნო მომენტი კაი всё შეგაწუხეთ